ვარაზის ხევის თამარაშვილის ქუჩასთან შემაერთებელი ორდონიანი ესტაკადის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი დედაქალაქის ცენტრში 2800 მეტრიანი გზის მშენებლობა მომავალ წლის ბოლოს დასრულდება. პარალელურად გადაწყვეტილია ვერეს ხეობის ინფრასტრუქტურის განვითარება. ოპა, მაგარია. ამ ერთი შეხედვით უბრალო კაფსულის საძირკველში მოთავსებას თამას შალიკაძე ათეულობით წელი ელოდა. პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შეიქმნა, დღეს უკვე რეალობაა. პირველად დედაქალაქის ისტორიაში საცობების განტვირთვისა და მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ვაკეს საბურთალოსთან დააკავშირებს. პროექტ საძირკველი დღეს მზიურში ჩაეყარა. ეს არის გზა, რომელზეც დასაკვდება უამრავი ადამიანი და რაც თავარია, ფაქტურად სასუნთქი დერეფანი იქნება სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2800 მეტრიანი მაგისტრალური გზა ცემენტ-ბეტონით დაიფარება. მდინარე ვერეზე 5 გადასასვლელი ხიდი გაიდება. თამარაშვილის ქუჩიდან 480 მეტრზე გადასასვლელი ესტაკადა მოეწყობა. შედარებით მოკლე 150 მეტრიანი ასასვლელი ესტაკადა ამეულის ვარაზის ხევიდან. 520 მეტრიანი იქნება გმირთა მოედანზე გადასასვლელი კონსტრუქცია. მნიშვნელოვანია რომ ეს გზა იყოს ხარისხიანი. მინდა გითხრათ რომ ის მთლიანად ბეტონისგან დამზადდება და მისი ამტანურანობა იქნება დაახლოებით 32 წელი. ხილიანის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით ორდონიანი კვანძი გაკეთდება. ფეხით მოსიარულეთათვის აშენდება მიწისქვეშა და ზედა გადასასვლელები. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სპეციალური გამყოფი ზოლით განათდება. ეს არის ურთულესი თავისი მასშტაბით, საინჟინრო მასშტაბით პროექტი და მსგავსი პროექტი თბილისის უახლოეს ისტორიაში არ განხორციელებულა. ახალი გზა მდინარე ვერეს პარალელურად გაყვება მაგისტრალთან ერთად საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობაც დაიწყება. ამ ადგილიდან ზუსტად 50 მეტრში დასახლებული პუნქტია განთავსებული. ტერიტორია დღემდე ნაგავსაყრელად იყო ქცეული. აქ არსებული ნარჩენები კი მოსახლეობას ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნიდა. ახალი მაგისტრალის აშენების შემდეგ ტერიტორია მთლიანად გაიწმინდება და მოსახლეობისთვის დასასვენებელი პარკი გაკეთდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩატარდება გაწმენდისა და გამწვანების სამუშაოები. აიგზავნება ვერეს ხეობაში ყოველგვარი კერძო, კომერციული და საწარმოო მშენებლობა. თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე ტერიტორია მთლიანად ტყე-პარკად გადაიქცევა. მესალმები ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული იყო ეს მოძრაობა. ეს დროში შეზღუდულობის მომენტიც აღარ იქნება და თავისთავად ესა ძალიან დიდი კაი საქმე კეთდება. სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიღო. პროექტის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დასრულდება.